პუტინი ცეცხლის შეწყვეტას ემუდარება. უკრაინას აქვს ერთი მკაფიო პასუხი, არანაირი შანსი. როდესაც რუსეთი ემზადება გამარჯვების დღის მოკრძალებული აღლუმისთვის, რომელიც მის სისუსტეზე მიუთითებს, უკრაინა აძლიერებს ზეწოლას, რათა პუტინს შეახსენოს, რომ რუსეთში უსაფრთხო ადგილი აღარ დარჩა. მოსკოვი მუხლებზე დგას უკრაინის სასტიკი სიღრმისეული დარტყმების შემდეგ, რაც დიდ რამეს გვიჩვენებს. უკრაინას შეუძლია რუსეთში ღრმად დაარტყას ისეთი ინტენსივობით, რომელიც პუტინს აშინებს. 7 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის დრონების ოპერატორებმა რუსეთზე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დარტყმა განახორციელეს. 347 დრონის როი დაეშვა რუსეთის ტერიტორიაზე. მოიცვა პრაქტიკულად რუსეთის ყველა მნიშვნელოვანი რეგიონი, მათ შორის ყველაზე მთავარი, მოსკოვი. დარტყმა განხორციელდა სულ რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე რუსეთში გრანდიოზული გამარჯვების დღის აღლუმი უნდა ჩატარებულიყო. და ეს იყო გაფრთხილება პუტინისთვის, რომ უკრაინას შეუძლია ნებისმიერ დროს დაარტყას ამ აღლუმს. მალე გეტყვით, რას დაარტყა უკრაინამ. ჯერ კი აქ გზავნილი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად დარტყმა. უკრაინამ ახლახან აჩვენა, რომ მოსკოვი სამიზნეა, მაშინაც კი როცა ის ამაზე მეტად დაცული არასდროს ყოფილა. საჰაერო თავდაცვა უკან არის გადმოწეული და პუტინი ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინის დრონები შეაჩეროს. არც ერთი ეს მეთოდი არ მუშაობს. უკრაინა კიდევ უფრო ღრმად მიდის. უკრაინის მასშტაბური ღამისიერიში რამდენიმე მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტს რუსეთში, მათ შორის ლოგისტიკურ კომპლექსს მოსკოვთან ახლოს დაემიზნა. Exile Nova Plus-ის Telegram არხმა ექსკლუზივი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს ვიდეო, რომელშიც ნაროფომინსკში მდებარე ნარას საწარმოო და ლოგისტიკური ობიექტიდან ამოსული კვამლია დაფიქსირებული. ნაროფომინსკი თავად მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ეს მასშტაბური ობიექტი, რომელსაც Kyiv Post-ის ინფორმაციით რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მართავს, 0.77 კვადრატულ მილის ტერიტორიაზეა გადაჭიმული და ძირითადად გამოიყენება როგორც სამხედრო ტვირთის საწყობი, რომელიც რუსეთს უკრაინაში თავისი შეიარაღებული ძალებისთვის გადააქვს. უკრაინამ ამით არ დაასრულა. მოსკოვი შეიძლება მთავარი სამიზნე იყო, მაგრამ 7 მაისის წინა საღამოს ის ერთადერთი არ ყოფილა. Exile Nova Plus-ი კიდევ რამდენიმე ვიდეოს აზიარებს, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც რუსეთის ბრიანსკის რეგიონიდანაა და აჩვენებს, როგორ მოახერხეს უკრაინის დრონებმა რუსეთის ჩამოშლილი საჰაერო თავდაცვის სისტემების გვერდის ავლით რამდენიმე დარტყმის განხორციელება. საერთო ჯამში უკრაინამ მასშტაბური დარტყმისას რუსეთის შიგნით 20 რეგიონი, სამარის, ტულა, ტვერისა და როსტოვის ოლქების ჩათვლით სამიზნე დაისჩია. დარტყმები ასევე განხორციელდა ოკუპირებულ ყირიმში, ასევე შავი, კასპიისა და აზოვის ზღვებში მდებარე ობიექტებზე. რუსეთი გაბრაზებულია. მან დაუყოვნებლივ დაიწყო პროპაგანდისტული შეტევა უკრაინის წინააღმდეგ იმ ქმედებას, რაც უკრაინამ განახორციელა, ტერორისტულ აქტად მოიხსენიებს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ უკრაინამ რუსეთის დედაქალაქი დაუმიზნა. ეს რამდენიმე მიზეზის გამო ირონიულია. უკრაინამ მოსკოვში საცხოვრებელ შენობებს არ დაურთლამს. მან სამიზნე დაიღო სამხედრო ობიექტი, რომელიც რუს ჯარებს ფრონტის ხაზზე ამარაგებს. ეს ტერორიზმი არ არის, ეს არის თავდაცვა აგრესორის წინააღმდეგ, რომელმაც შენი მიწები დაიფურო. და ყველაზე მთავარი ისაა, რომ რუსეთის ბრალდებები ტერორიზმში სრულიად უსაფუძვლოა, როცა ვლადიმირ პუტინი თითქმის ყოველდღე აძლევს ბრძანებას დრონებით დაარტყან უკრაინის ქალაქებს, მათ შორის კიევს. სინამდვილეში სწორედ ერთი დღით ადრე, სანამ უკრაინამ თავისი ბოლო დრონების ტალღა გაუშვა, რუსულმა დრონმა უკრაინაში საბავშვო ბაღს დაარტყა, რაც იყო დარტყმების სერიის ნაწილი, რომელმაც 24-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ სიტუაციაში მხოლოდ ერთი ტერორისტია და ეს უდაოდ რუსეთია. რა თქმა უნდა, მოსკოვი ცდილობს უკრაინის თავდასხმა შეამციროს და უმნიშვნელოდ წარმოაჩინოს. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ თითქოს მოახერხა უკრაინის 11 დრონის ჩამოგდება და რომ საგანგებო სამსახურები მუშაობენ იმ ადგილებზე, რომელსაც მან ნამსხვრევების დაცემის ადგილები უწოდა. არაფერი თქმულა უკრაინის წარმატებულ დარტყმებზე ნაროფომინსკის ობიექტზე, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებში უკვე ვრცელდებოდა ვიდეოები, სადაც ჩანს, როგორ ადის კვამლი იმ ლოგისტიკური ობიექტიდან. როგორც ჩანს, მას ურჩევნია თავი ქვიშაში ჩარგოს. თუ მოსკოვზე წარმატებულ დარტყმაზე არის საუბრი, მაშინ თითქოს დარტყმა არც მომხდარა. ფიქრობთ, ესეც ერთ-ერთი გზაა ამ საკითხის მოსაგვარებლად, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ უკრაინის დრონებმა მოსკოვში მიზანს მიაღწიეს. უკვე ისიც კი, რომ დრონები მოსკოვის საჰაერო სივრცეში დაფრინავენ, პუტინისთვის საკმაოდ დიდი პრობლემაა. როგორც უკვე ვთქვით, მკაფიო გზავნილი გაიგზავნა იმის შესახებ, რომ უკრაინის დრონებს შეუძლიათ თითქმის ყველგან იმოგზავრონ რუსეთში, სადაც ეს საჭიროა და ამ თემას მალე უფრო დეტალურად განვიხილავთ. მაგრამ ამ პრობლემის უკან კიდევ ერთი ბევრად უფრო დიდი საკითხი დგას. ისაც უკრაინამ ახლახან გააკეთა, ხდება იმ დროს, როცა რუსეთი გამარჯვების დღის აღლუმისთვის ემზადება. ეს აღლუმი, რომელიც საბჭოთა კავშირის გამარჯვებას უნდა აღნიშნავდეს ნაცისტურ ძალებზე მეორე მსოფლიო ომში, უკვე ბევრად უფრო მოკრძალებული იქნება, ვიდრე ადრე იყო. გამარჯვების დღე მთელ რუსეთში უნდა აღინიშნებოდეს, ხოლო მთავარი ცენტრი მოსკოვია. რუსეთის სამხედრო ტექნიკა ჩვეულებრივ სრულად არის გამოფენილი, ხოლო პუტინი იშვიათად ჩნდება ხალხში, ამაყად ზის და უყურებს, როგორ გადის მძიმე ტექნიკა და როგორ მიაბიჯებენ ჯარისკაცები. მაგრამ 9 მაისს ის, რასაც გამარჯვების დრისგან ველოდებით, არ მოხდება. გაზეთი პრავდა იუწყება, რომ რუსეთის რეგიონული დედაქალაქების დაახლოებით მესამედი უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ საერთოდ არ ჩაატარებს გამარჯვების დღის აღლუმს.
მათ შორის ვინც მაინც ჩაატარებს აღლუმს, 37 ქალაქი ამას სამხედრო ტექნიკის გარეშე ან სხვა შეზღუდვებით გააკეთებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თითქმის საერთოდ არ იქნება დღესასწაული. მოსკოვიც იმ ქალაქებს შორისაა, სადაც აღლუმზე სამხედრო ტექნიკა არ იქნება წარმოდგენილი. 2007 წლის შემდეგ პირველად წითელ მოედანზე აღლუმის მსვლელობისას საერთოდ არ გამოჩნდება რუსული სამხედრო ტექნიკა. და თითქოს იმის ხაზგასასმელად, რომ გამარჯვების დღე აღარაა დღესასწაული, პუტინმა ასევე მოითხოვა, რომ ღონისძიების განმავლობაში მობილური ინტერნეტი და SMS სერვისები სრულად გაითიშოს. ეს აღლუმი არ არის, ეს ნაადრევი სამგლოვიარო პროცესია, რომელიც იმ სასოწარკვეთილი რუსი ლიდერისთვის ტარდება, რომელსაც კარგად ესმის, რომ მისი დრო იწურება. ეს ყველაფერი უკვე პუტინის სასოწარკვეთის ნიშანია, რომ როგორმე აღკვეთოს უკრაინული დრონების მოსკოვში შეღწევა იმ დღეს, რომელიც მისთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი უნდა იყოს. თუ სამხედრო ტექნიკა არ არის დასარტყმელად, მაშინ დრონების გაგზავნას აზრი აღარ აქვს. მაგრამ რუსეთმა კიდევ უფრო გაამძაფრა თავისი სისუსტის აშკარა გამოვლენა იმით, რომ უკრაინას მოსთხოვა შეწყვიტოს ცეცხლი იმ შაბათ-კვირას, როცა გამარჯვების დღე აღინიშნება. ეს ცეცხლის შეწყვეტა უნდა განხორციელდეს 8 და 9 მაისს, რამაც უკრაინას უბიძგა გაეკრიტიკებინა რუსეთი იმის გამო, რომ გამარჯვების დღეს იყენებს იმისთვის, რომ თავიდებით წავიდადებითად წარმოაჩინოს ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით. უკრაინის პასუხი იყო საკუთარი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა, რომელიც 5-დან 6 მაისამდე უნდა განხორციელდეს. ალბათ უკვე ხვდებით, რას გააკეთებდა რუსეთი შემდეგ. რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ინიციატივას ცალმხრივი დუმილის რეჟიმი უწოდა, რუსეთმა შეტევა დაიწყო. მთელი უკრაინის მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში 1800-ზე მეტი რუსული დარტყმა-დაფარტყმა დაფიქსირდა. რის შემდეგაც ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთს სარისებურად უპასუხებდა. მოსკოვში და სხვა ადგილებში 7 მაისს განხორციელებული დარტყმები პირველი შემთხვევაა, როდესაც სარკე პირდაპირ ვლადიმირ პუტინის წინაშე დააყენეს. მოგვიწევს დაველოდოთ 8 და 9 მაისს, რომ გავიგოთ აქვს თუ არა უკრაინას რაიმე განზრახვა, პატივისცეს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც ვლადიმირ პუტინმა მოითხოვა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ასე მარტივად უგულებელ უკრაინის თხოვნა. რუსეთის ქმედებები აჩვენებს, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტა აშკარა მცდელობაა უკრაინისთვის დარტყმების შეჩერება აიძულოს. ეს არ ეხება გამარჯვების დღის პატივისცემას ან მშვიდობის პროცესის წინ წაწევას. ვლადიმირ პუტინის ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნები და მოსკოვის აღლუმზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მხოლოდ ერთ რამეს უკავშირდება – შიშს უკრაინის დრონების მიმართ. ვლადიმირ პუტინი ამ შიშს უკვე ავლენდა უკრაინის ბოლო თავდასხმამდე მოსკოვზე. საბოლოო ჯამში ეს იყო მეორე დარტყმა ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, რომელიც რუსეთის დედაქალაქს მიზნად ისახავდა. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, სწრაფად შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. თუ ჩვენს არხზე საინტერესო ინფორმაციას იღებთ, აუცილებლად გამოიწერეთ, რომ არც ერთი ჩვენი ვიდეო არ გამოგჩით. უკრაინის თავდასხმამდე მხოლოდ 2 დღით ადრე დრონები რუსეთის დედაქალაქში დაფრინავდნენ. ამ დრონებიდან ერთმა დაარტყა ელიტურ საცხოვრებელ კორპუსს მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რაიონში. იყო ეს უკრაინის განზრახვა თუ არა, ეს ნათელი არ არის. უკრაინა როგორც წესი სამოქალაქო პირებს არ ესმის თავს. ასე რომ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი იმ შემთხვევათაგან, როცა რუსეთს შეუძლია ეს მართლაც დრონის ნამსხვრევებს დააბრალოს. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პუტინი პანიკის ისტერიკაში ჩავარდნილიყო. შეტევის დადასტურებიდან რამდენიმე საათში პუტინმა გაათავისუფლა გენერალი ვიქტორ ავზალოვი, რომელიც მოსკოვის საჰაერო თავდაცვის ხელმძღვანელი იყო. აშკარად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ხოლო 2 დღის შემდეგ კიდევ უფრო მეტი უკრაინული დრონი შეიჭრა მოსკოვის საჰაერო სივრცეში. მათ იპოვეს სამიზნეები, რომლებიც ბევრად უფრო ღირებული იყო, ვიდრე 5 მაისს ნაპოვნი. რასაც პუტინის სწრაფი რეაქცია უკრაინის დრონების მასიურ შეტევებზე გვიჩვენებს, არის ის, რომ ეს კაცი ზღვარზეა. მას კარგად ესმის, რომ უკრაინა აძლიერებს დრონებით შეტევებს. მოსკოვი ახლა მხოლოდ სამიზნე აღარ არის, არამედ უკვე უკრაინის უახლესი თაობის შორმანძილზე მოქმედი დრონების მოქმედების არეალშია, ისე რომ კიევს შეუძლია განმეორებითი შეტევების განხორციელება. რუსეთის გამარჯვების დღის გეგმები უკვე დანგრეულია და ახლა როცა რუსეთმა აჩვენა, რომ არ აპირებს უკრაინის ცეცხლის შეწყვეტის თხოვნის პატივისცემას, პუტინს და მის გარემოცვას ალბათ უჩნდებათ კითხვა, საერთოდ ხიბს თუ არა დარჩენილი აღლუმის ჩატარება. უკრაინა კარგად იცის, რა ზიანს აყენებს პუტინის ფსიქიკას და სიხარულით აცნობებს ამის შესახებ რუსეთის ლიდერს. უკრაინის მიერ მოსკოვზე ბოლო თავდასხმამდე ერთი დღით ადრე უკრაინამ მკაფიოდ განაცხადა, რომ სრულად უარყოფს მოსკოვის ნებისმიერ მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის ან ზავის შესახებ გამარჯვების დღის აღსანიშნავად. ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც კომენტარი გააკეთა Kyiv Independence-თან განაცხადა: ჩვენ უბრალოდ ვერ ვხედავთ აზრს, რომ პარადის გამო ამას დავემორჩილოთ, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ უკრაინა პუტინს აცნობებს, რომ მის ხრიკებზე არ წამოეგება. შეიძლება მოსკოვს 9 მაისს კიდევ ერთი თავდასხმა ელოდება? თუ ასეა, უკრაინა სავარაუდოდ თავად პარადს არ დაარტყამს. აზრი არ აქვს, რადგან სამხედრო ტექნიკა წარმოდგენილი არ იქნება. მაგრამ რაღაც პოეტურია იმ აზრში, რომ პუტინი ან მისი დაცვის რომელიმე წევრი უყურებს მოსკოვში მოწყობილ უღიმღამო პარადს, იმ დროს როცა უკრაინის დრონები სამხედრო ობიექტებზე ეცემა მოსკოვის რეგიონში. ამ ყველაფრის ფონზე რუსეთი ცდილობს ძალა აჩვენოს, მაშინ როცა პუტინის შიში და პარანოია იმ დონეს აღწევს, რაც აქამდე არასდროს გვინახავს. უკრაინის მიერ მოსკოვზე თავდასხმის შემდეგ რუსეთმა გაავრცელა გაფრთხილება კიევში უცხოური საელჩოების მისამართით, რომ მათმა თანამშრომლებმა ახლავე ევაკუირდნენ. რატომ?
მოსკოვის მიზეზი ის არის, რომ თუ უკრაინა გამარჯვების დღის დროს რუსეთს თავს დაესხმება, რუსეთი უპასუხებს გარდაუვალი საპასუხო დარტყმებით. ეს აცრამე გაჟონილი წერილია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ ტელეგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, რათა შესაბამის საელჩოებს ეს გაფრთხილება მიეწოდებინა. ამ მოვლენების აბსურდულობა აშკარად იგრძნობა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოიყენა აპლიკაცია, რომლის აკრძალვასაც ვლადიმერ პუტინი აქტიურად ცდილობს, რათა გზავნილი მიაწოდოს ადამიანებს, რომლებიც საერთოდ არ არიან ჩართული ომში. რუსეთის ფარისევლობა ყოველგვარ საზღვრებს ცდება, მაგრამ რასელით ერისგან, რომელიც პანიკაში ცდილობს მოიფიქროს ნებისმიერი პასუხი. იმის საპასუხოდ, რომ უკრაინამ ბოლო დღეების განმავლობაში დაამტკიცა, რომ მისი დრონები შეძლებენ რუსეთის გამარჯვების დღის აღლუმის განადგურებას, თუ კიევი ამას გადაწყვეტს. კიდევ ერთხელ, ყველაფერი შიშზეა. შიში, რომ გამარჯვების დღე შეიძლება ჩაირღვეს. შიში, რომ უკრაინული დრონები მოსკოვს დაარტყამე. შიში იმ ძალის, რომელიც ვლადიმერ პუტინმა გაათავისუფლა, როცა წამოიწყო ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო შეჭრა, რაც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს. მაგრამ დაუბრუნდეთ უკრაინის 7 მაისს განხორციელებულ თავდასხმებს ვიდეოს დარჩენილ ნაწილში. ეს თავდასხმა სამ რამეს გვიჩვენებს, რომელთაგან თითოეული პუტინისთვის და მისი გარემოცვისთვის უფრო დამანგრეველია ვიდრე წინა. პირველ რიგში რუსეთის სამხედრო მარცხები უკრაინის საზღვრებს გაცდა და პირდაპირ მის დედაქალაქამდე მივიდა. სხვა სიტყვებით ვერ აღწერ იმას, რაც რუსეთს გამარჯვების დღის აღლუმისთვის აქვს დაგეგმილი. მობილური ინტერნეტის სერვისებს არ თიშავენ ის ქვეყნები, რომლებიც შიშით არ არიან შეპყრობილი. ქვეყანა, რომელსაც მართლა შეჯერა, რომ ისეთივე ძლიერია, როგორც ამტკიცებს, აღლუმებს, რომლებიც სამხედრო ძალის დემონსტრირებას უნდა ემსახურებოდეს, თითქმის სრულ არარსებობამდე არ ამცირებს. თუნდაც რუსეთს არ უთქვამს, რომ უკრაინა არის ამ ყველა გადაწყვეტილების მთავარი ფაქტორი და უკრაინამ ეს 7 მაისს დაგვანახა. ოპერატიული მდგომარეობა უკრაინაში ძლიერი აღლუმისთვის პირობებს არ ქმნის. ჯარისკაცები იღუპებიან ან იღებენ დაჭრას დაახლოებით 30%-იანი სიხშირით, 35,000 ადამიანი თვეში. რუსეთი იტანჯება აღჭურულობის დეფიციტით, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სფეროში, რაზეც მალე ვისაუბრებთ. ფსიქოლოგიურად უკრაინის მიერ მოსკოვზე დარტყმა გამარჯვების აღლუმამდე 2 დღით ადრე ძალიან მძიმე დარტყმაა. პუტინი მართალია რომ ეშინია. მას უწევს იმ ფაქტთან გამკლავება, რომ რუსი ხალხი უკვე იწყებს იმის დანახვას, რომ მისი ყველა მტკიცება თითქოს მხოლოდ ის შეძლებს მათ დაცვას, სიცრუეა. როგორ შეიძლება ეს სიმართლე იყოს? ნაროფომინსკიდან ამოსული კვამლი რუს ხალხს აჩვენებს, რომ პუტინს არც კი შეუძლია მთავარი სამხედრო ობიექტის დაცვა, აღარაფერს ვამბობ მოსკოვის მოსახლეობაზე. შემდეგი თემაა უკრაინის შორ-მანძილზე მოქმედი დრონები. 7 მაისის თავდასხმა მოსკოვზე მხოლოდ ბოლო მაგალითია ღრმა დარტყმების კამპანიისა, რომელმაც განსაზღვრა უკრაინის მიდგომა რუსეთის წინააღმდეგ 2026 წელს. თვეების გასვლასთან ერთად უკრაინის დრონები უფრო ღრმად აღწევენ და რუსეთის მიმართულებით უფრო დიდი რაოდენობით უშვებენ, ვიდრე წინა თვეში. ის, რაც ადრე რუსეთის დომინირების სფერო იყო, უკრაინამ თავდაყირა დააყენა და ახლა უკრაინამ მიაღწია თანასწორობას რუსეთთან შორ-მანძილზე მოქმედი დრონების ინტენსივობით. უკრაინა წინ გავიდა. მარტში უკრაინამ რუსეთში 800-ზე მეტი დრონი გაუშვა, ვიდრე რუსეთმა უკრაინაში. კონკრეტული რიცხვებია: უკრაინამ 7347, რუსეთმა 6462. ეს მოულოდნელი შემოbrunება, რომელიც არავის წარმოედგინა და ეს პუტინს აჩვენებს, რომ უკრაინის დრონების წარმოება იმდენად გაიზარდა, რომ ახლა უკრაინას შეუძლია მოსკოვზე და სხვა რუსულ რეგიონებზე ერთდროულად იერიში მიიტანოს. ფეთქებადი გზავნილები შეიძლება ციდან გაიგზავნოს. ეს სწორედ ის იყო, რაც 7 მაისს ვიხილეთ. რუსეთში მდებარე უზარმაზარ ნაროფომინსკის ობიექტზე მიყენებული ზიანი საკმარისი არ იქნება, რომ ის ობიექტი სრულად დაიხუროს. ის ძალიან დიდია იმისთვის, რომ რამდენიმე დრონმა ეს შეძლოს. ნიმე დრონმა ეს შეძლოს. მაგრამ უკრაინის გზავნილი უფრო მნიშვნელოვანია. მას შეუძლია დრონებით მოსკოვს დაარტყმას და უკრაინის შორ-მანძილზე მოქმედების სტრატეგია აქედან მხოლოდ უფრო გამწვავდება. New Voice of Ukraine-ის ინფორმაციით, 2025 წლის ივლისიდან 2026 წლის აპრილის პირველ დღეებამდე პერიოდში უკრაინულმა ძალებმა 1042 დადასტურებული დარტყმა განახორციელეს რუსულ სამიზნეებზე ყირიმში, მონიტორინგის ქვეშ მყოფ 4 აღმოსავლეთ ოლქში და თავად რუსეთში. ან დარტყმების თვიური განაწილება აჩვენებს, რომ 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის თებერვლამდე ისინი თვეში დაახლოებით 100 შეადგენდა. შემდეგ კი მარტი დადგა. უკრაინამ იმ თვეში 288 სამიზნე გაანადგურა, რაც ორჯერ მეტზე ბევრად მეტია წინა თვეში განხორციელებულ დარტყმებთან შედარებით. და აპრილის პირველ ადრეში უკრაინამ უკვე 99 სამიზნე დააზიანა. თვეს ბოლოსთვის უკრაინამ ორჯერ გაზარდა საშუალო რადიუსის დარტყმების რაოდენობა, რომელიც აპრილში განახორციელა მარტთან შედარებით. თუ დაამატებთ გრძელ რადიუსზე დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე, მიიღებთ კამპანიას, რომელიც ყოველ თვეს უფრო ინტენსიური ხდება. კიდევ ერთხელ მესიჯი ნათელია, დრონების მასები მოდიან. უკრაინამ აშკარად შექმნა წარმოების სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ დროს დაარტყას რუსეთს. და ეს ნიშნავს, რომ მოსკოვი არასდროს იქნება უსაფრთხო. განსაკუთრებით არა გამარჯვების დღეს, რადგან უკრაინა აცხადებს, რომ არ აპირებს პუტინის სასოწარკვეთილი ზავის მოწოდებების გათვალისწინებას. მესამე და ბოლოს არსებობს მთავარი მიზეზი, რატომაც რუსეთის პრეზიდენტის ეს მოწოდებები ასეთი სასოწარკვეთილია. რუსეთის სააერო თავდაცვის სისტემა თითქმის გატეხვის უარზეა.
თუ რამეს გვიჩვენებს უკრაინის 7 მაისის დარტყმა, ეს არის ის, რომ მოსკოვს არ აქვს ისეთი საჰაერო თავდაცვა, რომელიც უკრაინულ თავდასხმას სათანადოდ დაუპირისპირდება. დაფიქრდით ციფრებზე. დიახ, უკრაინამ 7 მაისს თითქმის 350 დრონი გაუშვა, მაგრამ თუ მოსკოვის მერს დაუჯერებთ, მხოლოდ 11 მათგანი იყო მიმართული რუსეთის დედაქალაქისა და მიმდებარე რეგიონებისკენ. და მათგან ზოგიერთი მაინც აშკარად მიაღწია მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ობიექტამდე. ეს რუსეთისთვის სრული მარცხია და ეს აჩვენებს, რომ პუტინის მცდელობები რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქის დასაცავად უსარგებლოა. როგორც Forbes აღნიშნავს, რუსეთი უკვე განიცდის საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტს, რაც უკრაინის გაძლიერებული კამპანიისა და რუსეთის საწარმოებზე თავდასხმების შედეგია, რომლებმაც შეზღუდეს რუსეთის შესაძლებლობა აწარმოოს მისთვის საჭირო თავდაცვის რაკეტები. Forbes-ის მტკიცებით, რაც რუსეთს დარჩა, უკან იწევს მოსკოვის დასაცავად. United 24 Media ამ მტკიცებას ადასტურებს. 6 მაისს გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა მოსკოვის გარშემო რგოლისებრი თავდაცვისთვის კიდევ 40 საჰაერო თავდაცვის სისტემა დაამონტაჟა. ეს ახალი სისტემები არ არის. გავრცელებული ინფორმაციით რუსეთმა ისინი ქვეყნის სხვა რეგიონებიდან გადმოიტანა, რაც გვაჩვენებს, როგორც ცდილობს პუტინი მოსკოვის დაცვას ყველაფერზე მაღლა დააყენოს. როგორც არ უნდა იყოს, ეს უკრაინის გამარჯვებაა. 7 მაისმა აჩვენა, რომ ეს ახალი თავდაცვა ისე არ მუშაობს, როგორც პუტინს სურს. და თუნდაც მუშაობდეს, პუტინმა რუსეთის სხვა რეგიონები დაასუსტა, რაც მათ მომავალში დარტყმებისთვის გახსნილად ტოვებს. შესაძლოა სწორედ ამას ვიხილავთ 9 მაისს, თუ უკრაინა თავდასხმას აირჩევს. მოსკოვი შეიძლება გადარჩეს, მაგრამ რეგიონები, რომლებმაც ახლახან დაკარგეს საჰაერო თავდაცვა, შესაძლოა დრონებით დაიბომბონ, რომლებიც სამხედრო და ნავთობის ინფრასტრუქტურას დაუმიზნებიან, რომელსაც ეს გადატანილი თავდაცვითი სისტემები იცავდნენ. ეს მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ. 6 მაისს ზელენსკიმ თქვა. ამავე დროს აღნიშნავთ, რომ ეს გვიხსნის დამატებით შესაძლებლობებს ჩვენი გრძელვადიანი სანქციებისთვის. ჩვენი შესაბამისი პრიორიტეტები განისაზღვრება. რუსეთი ერთ რეგიონს რესურსებს აცლის, რომ მეორე დაიცვას. ეს მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, სანამ რუსეთის დანარჩენი ნაწილი უკრაინისთვის აშკარა სამიზნე ზონად არ გადაიქცევა გასანადგურებლად. რაც შეეხება პუტინს, ახლა მას მოუწევს შეეგუოს იმ ფაქტს, რომ უკრაინის ბოლო გზავნილი მკაფიოდ და ხმა მაღლა გაისმა. დრონებს შეუძლიათ დაარტყან მოსკოვს. მათ თითქმის რუსეთის ნებისმიერ წერტილში შეუძლიათ დარტყმა. მეტი ვიდრე 1000 მილის მანძილზე მოქმედი დრონებით უკრაინას ახლა შეუძლია რუსეთის მოსახლეობის 70%-ზე მეტს მისცვლეს. ამის შესახებ 5 მაისს New Voice of Ukraine-მა განაცხადა. ისინი სწორედ ამას აკეთებენ და ეს ყველაფერზე მეტად პუტინს მოსკოვის ბედზე აშინებს. უკრაინა თავისი ახალი თაობის შორმანძილზე მოქმედი დრონებს ამოწმებს დარტყმებში, რომლებიც ცდება იმ შეტევებს, რასაც რუსეთის დედაქალაქში ახორციელებს. რუსეთის სიღრმეში მოსკოვიდან 1050 მილის დაშორებით მდებარეობს რუსეთის საჰაერო ძალების მარგალიტი, Su-47 გამანადგურებელი. სინამდვილეში ორი ასეთი იყო და ორივე ახლა უკრაინული თავდასხმების შედეგად ფერფლად იქცა. გაიგეთ მეტი ჩვენი ვიდეოს ყურებით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ იხილოთ მეტი ინფორმაცია უკრაინის ომის უახლესი მოვლენების შესახებ და როგორც ყოველთვის მადლობას გიხდით ყურებისთვის.